ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ და საყვარელი ფარავდეთ სული წმინდის მადლი. დედაღვთის მშობელი იყოს ყოვლადწმინდა დედოფალი, ჩვენი ფარველი, ჩვენი ქვეყნის და საერთოდ ქვეყნიერების. ვიდრე მე დავიწყებ სახარებისეულ განმარტებას, მინდა გთხოვოთ, ილოცეთ, მოუკლებლად ილოცეთ. იმიტომ რომ ლოცვა, არ ვიცი, ალბათ თქვენთაგანს საკუთარ თავზე გექნებათ გამოცი რაოდენ დიდი ძალა აქვს და არ ილოცოთ, იმიტომ რომ ვიღაცას ისჭირდება მატერიალური კეთილდღეობა, უფალმა თვითონ იცის ვის რამდენი მისცეს და ჩვენ ეს გვაქვს სახარებაში როგორც ასეთი სწავლად, მაგრამ ვილოცოთ ერთმანეთის, ვილოცოთ მშვიდობისთვის, ვილოცოთ მოუკლებლად ვილოცვით, იმიტომ რომ ლოცვა საოცარი ძალაა და მერწმუნეთ რომ დღეს განსაკუთრებულად უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ კარგად უყურებთ როგორ არის მსოფლიო არეული. შენიღული ვითომდა სიმშვიდე, მაგრამ როგორ არის ქვეყნიერება არეული, იმიტომ რომ დღეს ადამიანებმა მთავარი რამ დაკარგეს. სიყვარული, რაც აღარ გაგვაჩნია და ვეცადოთ თუ ეს შევივსოთ ისე. დღეს წაკითხული იქნა ლუკა მახარებლის სახარება, ეს არის მე-12 თავის მუხლები არის თვალწდები, ხნუ რამიჩული 16-21-ია და შესაბამისად აქ არის საუბარი დღევანდელ სახარებაში უგუნურ მდიდარზე. უგუნური მდიდარი მის სიხარბეზე საუბარი და ვიდრე მე დავიწყებ აი ამ სახარების განმარტება, ორივე სიტყვით მინდა გითხრათ წინა სიტყვაობა, რომ მე რაც დავიწყე წმინდა სახარების კითხვა ერისკაცობიდან და მოვედი აქამდე სასულიერო პირივად. მე არ შემხვედრია ჯერ ადგილი, სადაც ხელახლა არ დაიწყოს ჩემი გააცვიფრება იმ მომენტით, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად იშლება ეს სახარება. ანუ დაწერილი ერთი არის, სწორად მინდა განვიხილოთ, მაგრამ შენ გულს როგორ გააღებ გულის კარს და რამდენად შეუშვებ და რამდენად ეს სიტყვები შენთვის მნიშვნელოვანი იქნება, იმდენად სხვა კიდევ ბევრი რამ იშლება და საცნაური ხდება. და პირდაპირ მნიშვნელობით დღევანდელ რეალობას ეხმიანება, როგორც ბევრი რამ სახარებაში, რომელიც მაცხოვრმა გვითხრა ჩვენ. იმიტომ აფერი შეცვლილა იმ გაგებით, რომ ის მუდმივად მოძრავს ჩვენ, მაგრამ ვიცვლებით ადამიანები, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება პრობლემად, იმიტომ რომ არ გვინდა სულიერებაში გაზდა. აი წერან თუნდაც რომ გამოვედი და თქვის შენიშვნა მოგეცით, რომ როგორ იქცევით, ვიდრე წმინდა პაპა ბარძიმი გამობრძანდება და თან იცით რომ უნდა ეზიაროთ, მიიღოთ წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი და ქართული ვიღაცის ტელეფონი, ვიღაცა თამაშობს, ვიღაცა ჭორაობს, ვიღაცა სირცხვილია და ამიტომ ვამბობ, რომ ეს თუ ნენელა ჩვენ არ ვისწავლეთ, არ შეიძლება სხვანაირად, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაში თქვენ ხوار გონიათ რომ ამოწურავთ მის სწავლებას. ოკეანეა მართლმადიდებლის ესე თქვა სწავლება, ვერ მოხდება მისი ესე ამოწურვა და მისი ესე ბოლომდე შესწავლა. მოგეთ მე დავიწყებ სახარების განმარტებას, იყო კაცი მაცხოვარი იგავს ბრძანებს და იგავ ვიცით ვაფერი მოგონილი არ არის, არამედ ეს არის საუბარი მაცხოვარი ესაუბრება ადამიანებს, იქ ყოფ ადამიანებს და ეუბნება რომ აი ესეთები ვართ ჩვენ ადამიანები, ჩვენ ვართ ადამიანები ესეთები. იყო კაცი ვინმე მდიდარი ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი მიწის ესე თქვა ნაკვეთები და მოვიდა საოცრად დიდძალი მოსავალი. და დაიწყო დრტვინვა. ზოგს რა აქვს სადარდებელი, ანუ ზოგს არაფერი არ აქვს, მან პირიქით აიმხედა მოსავალზე და დაიწყო დარდი. და საწაიღო სამხედრო მოსავალი. და დაუწყო თავისთავად საუბარი, გაუღა თავისთავად საუბარი და ეუბნება, რომ მოდი დავანგრევ რაც არის ეს ძველი, ავაშენებ უფრო დიდს ამ ბეღელს, სადაც აი მუზარმაზარ მოსავალს დააბინავებს. შესაბამისად, ანუ ნახეთ, ეს ადამიანი ღმერთთან არ საუბრობს, ანუ ღმერთთან არ მიდის საკითხავად, რომ მოვიდა დიდი მოსავალი, რა გააკეთოს. მე ესე დავზენდი, რომ ან ახლობელი არ ყავდა, ან მეზობელი არ ყავდა, ნათესავი არ ყავდა, მშიერი, ვისაც შეიძლებოდა მიეწოდებინა, ან ყოველ წელს რო უფრო მეტი და მეტი მოსავალი მოსვლა და რა უნდა ექნა, ძველი უნდა ერღვია და დაენგრია და ახალი უნდა ეშენებინა. მართალი ერთ რამეში, დასანგრევი ნამდვილად არის არა ბეღელი, არამედ ის სიხარბის მდგომარეობა, რაც ადამიანში ზოგადად არსებობს და რაც ხშირად გვაწუხებს ჩვენ, გინდათ არ გინდათ
საკუთარ თავს ხო ბევრი არ უყურებს ესე და ყველას მიგვაჩნია რომ ძალიან კარგები ვარ ჩვენ და არ გვაქვს ჩვენ მინუსები, მაგრამ თუ დაუკვირდები და სულში ძალიან სიღრმისეულად ჩავიხედები, მივხვდებით რომ იმდენი რამ არის გამოსასწორებელი ჩვენგან და იმდენ რამეზე გვაქვს დასაფიქრებელი. ნახეთ, დაუწყო საუბარი თავის თავს. ამ შემთხვევაში თავის თავში ჩაბუდებული იმ ძალას, რომელმაც უთხრა, რატო ნერვიულობ ასე? დაარღვიე, დაანგრიე ძველი ბეღელი და გააკეთე ახალი და უთხრა ამ ადამიანმა თავის სულს. მოსავალი ბევრი გაქვს. რაზე ნერვიულობ? განცხრებოდე, ჭამე, სვი და იყავი ნებირობაში. და ყველამ კარგად ვიცით, რომ სული არც ჭამს და არც სვამს. შესაბამისად ხვდებით ხო, ანუ მას ბოროტთან ქონდა ეს საუბარი, ანუ ეს ბოროტი, რომელიც თვითონ ნუიტყვით, რომ ჩვენში არ არის. ჩვენზე მე გუშინაც ქონდა, ლოცვაზე რომ ყოფილიყავით, გაიგებით ამ ესე ვთქვათ, ამ თემაზე, რაზეც ქონდა საუბარი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის თავში შეუშვას ის ბოროტი ძალა. რამე თუ ღმერთში არ ახარ, აი ამით თავდება ბოლოს ახარება, თუ ღმერთში არ იუნჯებ, ხო, ეს ყოველივე ფუჭია და ღმერთი ეუბნება ამ დროს, უგუნურო, ამაღამ რომ მოიღო შენი სული. ვის დარჩება ეს ყოველივე? ეს იმ უგუნურ დიდარზე არ არის მარტო საუბარი, ჩვენზეა საუბარი. ჩამოძვირფასებ, აბა ცოტა ხანი წყენისა და ყოველგვარი იმის გარეშე დავფიქრდეთ და უდნავ გადავავლოთ ჩვენ ცხოვრებას თვალი, წარსულს და ჩვენ გეგმების მომავალში. რას დავინახავთ? 24 საათი ზრუნვა, რა ვჭამოთ, რა ვიყიდოთ, რა მესმის გასაგები ადამიანურია, მაგრამ ისევ სახარებიდან გეტყვით, ხო მაცხოვარი გვეუბნება, რომ ნუ ზრუნავთ ამ ყველაფერზე. და ნახეთ, რას ამბობ, შეხედეთ ველი შროშანეს, ფრინველებს, მაგრამ აქვე რო დაზეს, რაოდენ დიდნი ხარ თქვენ მათზე, ადამიანი ღვთისკნილება ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ველის შროშანები და ვერც ფრინველები, მაგრამ ზომიერებაა საჭირო. მერწმუნეთ ეხლა ღმერთმა დაიმბაროს ვინმეზე ვისაუბრო, მაგრამ ბევრი ადამიანი ისეთი რამეებია, თუნდაც ნივთებიდან დაწყება, რასაც არ იყენებენ, არც კი იციან დავიწყებულია, ისეთ თანხებია გადახდილი და არავის რა თქმა უნდა სახში არ ვიყურები და არავის ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ ნახეთ, ცოდვა სიმდიდრე არ არის, ბევრჯერ მithქვავს თქვენთვის. ცოდვა მისადმი ტრფიალია, მისი იმდენად სიყვარულია, რომ ადამიანი ვერ აკლდეს, რომ მილიონს ერთი კაპიკი მოკლო, მილიონი აღარ იქნება, ეს მომენტი კონდეს. გესმით? არ შეიძლება, აი თუნდაც მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ ყველაზე მდიდარი, რაც ადამიანი გაჩნდა, დღემდე იყო აბრაამი. მაგრამ მან მიატოვა თავისი მამისეული სახლი და ღვთის დაძახილზე გაყვა მას. თუმცა არც მაშინ მოკლებია სიმდიდრე და წყალობა. ამიტომ ნახეთ მე რის მამინდა ამით, რომ უგუნურობა, როცა ადამიანი, აი ხშირად ყოფილა, თქვენც შეგიძლიათ ნუიტყვით, მაგრამ გულში ხო გაგეცინებათ, უფრო უფროსმა თაობა მიცოდა ხოლმე. რამე ნივთი რო ქონია და გაუტეხია ბავშვს, უცემია ჩვილი. რატომ? იმიტომ რომ ის ნივთი უფრო უპირატესია ვიდრე ის შენი შვილი. რა თქმა უნდა, არც ყირაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ ბავშვია. ბავშვია, ბუნებრივია რაღაც, ამიტომ ნახეთ, ხშირად არის ხოლმე მე ძალიან დიდ შენდობას ვითხოვ თქვენთან, იმიტომ რომ მიწევს ამ სახარების განმარტებები, რამე თუ ძირფესვიანად მოვიტანო თქვენამდე. აი მაგალითად, ვისაც გინახავთ ადამიანი, რომელმაც ხომა არის მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. ვერ ნაყრდება, ვერ არის წყალმანკი დაავადებული ადამიანები, ისიც ალბათ გაგიგია თუ არ გინახავთ, ხო? რაც არ უნდა მეტი სვას და სვას, მაინც წყალი უნდა. აი ეს არის სიხარბე. გესმით? რაც არ უნდა მეტი ქონდეს, მას არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც რომ მოაკლოს, იქ რაღაც დანაშაული იქნება და მას არ ეყოფა. და იმ სიხარბეში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ანუ ხშირად დავიწყდება დედა, მამა, ნათესავი, ახლობელი, არ აქვს მნიშვნელობა იმას შენთვის რა გაუკეთებია. ამ იმის არ იყოს, მოსავლის არ იყოს, შენ რო გაქვს ამდენი და ხვალ არ იცი შეიძლება ვის დარჩეს. ხო? გააკეთე სიკეთე. იმიტომ რომ მაცხოვარი როცა სახარება სრულდება, გვეუბნება აქ რომ ასე მოუვა ყველას, ვინც ქრისტეში არ იუნჯებს, ვინც ღმერთისგან შორს არის. მე ბევრი ადამიანი მინახავს ღმერთისგან დაცლილი. ცარიელი ესეთი ადამიანი დადის, მაგრამ ფუტლი არია. მასში ღმერთი ადამიანში თუ ღმერთი არ არის, რაც არ უნდა გვარიშვილობით იყოს თუ, რაც არ უნდა სამსახურეობრივი თუ ფულებს ეთამაშებოდეს და მილიონერი იყოს, მასში ღმერთი თუ არ არის, ის დაცლილია ამ მადლისგან. ამიტომ არის რომ ჩვენ მუდმივად უნდა გქონდეს სწორება ქრისტესკენ. მე ადრე მოვყვები და კიდევ ვიტყვი.
არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ ხელახლა გაიგეთ, ან არიან ადამიანები, ვინც არ იცოდა. არ ვიცი, ქალბატონი იყო, გარე მოვაჭრე იყო თუ რა, ეს ნამდვილად არ ვიცი. მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს. მას არავინ არ ყავდა, შვილი არ ყავდა, ქმარი არ ყავდა, ყავდა ძმისშვილები, დიშვილები და ასე შემდეგ. და ალბათ გახსოვთ ესეთი საფულე კამრები რო იყო ხოლმე. და იმაში ხო აგროვებდა და თან თურმე კაბაზეც ქონდა დაკერებული, ანუ აი სარტყელი ქვია თუ რაღაცა, ჩაკერებული ქონდა ეს ფულები. არ ვიცი რა მოხდა, ამ ხალხს გულის შეტევით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახლა ბუნებრივია უნდა გაეხადათ ჩასაცმელი, რომ შეეყვანათ იმ სარემონტო პალატაში და ახლობელი ვინ არის ვიკითხეთ, ძმისშვილი იყო, რომელიც ამ ხალხს არ უყვარდა, საერთოდ არ უყვარდა, აი ერთი კაპიკით რო არ ეხმარებოდა. და ეს გადასცეს, რაც ნახეს იგი ეს კაბა რაღაც და მოკლედ ეს ქალი გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მდგომარეობიდან გამოსულმა პირველი რაც გააკეთა, მოისინჯა და იკითხა სად არის ის კაბა, ის ფული, ის და რო უთხრესო შენ ძმისშვილს გადავეცითო, იმდენი ინერვიულო მეორე შეტევა დაემართა გადაყვა. ეს არის ნამდვილად ღმერთმა დაგაკაროს, არავინ არაფერს არ იგონებს. მე ბევრი ესეთი ადამიანმა არ ვიცი ჩვენ დღეს ვარ და ხვალ არ ვიქნებით. ამიტომ არის რომ ის ფულიც იმას დაჭა, ვინც არ უყვარდა და თვითონ კიდე წავიდა ესეთი დამძიმებული. ამიტომ ამბობ რომ ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს სახარებიდან გინდა თუ ცხოვრებისეული ჩვენი ცხოვრებიდან თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად ადამიანმა. ამიტომ არის რომ ბეღელზე რომ საუბრობ, ბეღელი მაინდა-მაინც არ განასახიერებს იმას, რომ მარცვლეული შეიტანო, არა. ეს არ წეგავთ ის ბეღელი დასანგრევი იყო ნამდვილად ჩვენ რაც ხშირად გვაწუხებს ადამიანებს, უსამართლობის, გაუმაძღრობის, უმადურობის და ასე შემდეგ, ხა აღარ ჩამოთვლი. ამიტომ არის რომ სახარება, რომელსაც ვკითხულობ ჩვენ და მაცხოვარი გვეუბნება ამ სიტყვებით, ხო? თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა ვეცადოთ, რომ ეს შევისისხორცოთ. რატომ? იმიტომ რომ გვეუბნება 100 არ მოიქცეთ. იმიტომ რომ ეს ცუდი გზა, ეს წარსაწმედელი ეს გზა არ არის ეს სწორი გზა. იმიტომ რომ თვითონ აი კეთილგონიერი ადამიანი მივიდოდა და ღმერთს როგორც შესაფერისია გაუმართლდა საუბარს. ამ შემთხვევაში ადამიანებს ეხმარება ყოველთვის თავის საკუთარი სინდისი, ანუ სუფთა სინდისი, რაც ყველაზე მთავარია სინდისს ეძახიან იგივე პატარა ღმერთს ადამიანში, ხო? და ეს საუბარი მან გაუმართა იმ ბორო ძალას, რაც მას ძალიან აწუხებდა და ესე ვთქვათ, სიღრმეში ქონდა ჩაფლული და ამიტომაც იმან მისცა პასუხი. პასუხმა არ დააყოვნა. დაანგრიის და აშენი ახალი. და იმ ბეღელის გარშემო რამდენი ადამიანი იცხოვრებდა, გაჭირვებული, უპოვარი, ძალიან ადრე მით უმეტეს ადამიანები შიმშილითაც იხოცებოდნენ, იმიტომ რომ არ იყო ეს დრო დღეს ჩვენ რო გვაქვს და მაინც უმადურები ვართ ადამიანები, ესე არ იყო ცხოვრება მოწყობილი. ხო და ამიტომაც მე გეუბნებით აი სახარების სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ვინც არ ვიუმჯებთ ქრისტეში, იგივენაირად ჩვენ ცხოვრებაში, ანუ გვექნება მერე თუ გვექნება სინანული, ანუ გვექნება ძალიან ცუდად საქმე. აი, ბევრი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ სახარებიდან, მაგრამ თავარი რაც რომ ქრისტესი დაუნჯება, შეხედეთ, მაცხოვართან მიდის ერთი ადამიანი, ერთ სახარებაში. ფრიად მდიდარი ჭაბუკი, ასე ქვია სახარებას. და ეუბნება, რა გააკეთოს, დაიმკვიდროს. მაცხოვარი ეუბნება ეს ანუ მთელი საქმეებები, ხო? გიყვარდეს მოყვასი შენი, მტერი შენი გიყვარდეს და ასე შემდეგ უფალსეცი პატევი და მას მსახურებდა. ეს ყველაფერს იმარხავდა ეს ადამიანი და კიდე რა არის? გაყიდე მონაგები შენი და შეუმიდექი მე ეუბნება. დამწუხრებული წავა. გახსოვთ ხო ეს სახარება? რატომ იდის დამწუხრებული? მაცხოვარი მას არ ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა გაყიდოს, ან საერთოდ რამე უნდა გაყიდოს, არა. მან უნდა მოიშოროს ყველაზე მთავარი სიმდიდრეზე მიჯაჭვულობა, ანუ დამონება არ შეიძლება. ბევრ ქართულ ფილმში ეხლა უბრალოდ ვერ შეიძლება არ მახსენდებოდეს დამარხული ქისა დაუშვათ ან ქოთანში ოქრო, ხო? და ასე შემდეგ. ადამიანები ზოგადად ესე იქცეოდნენ, მარხავდნენ, ამ ვერ პოულობდნენ და სხვა მოთხრიდა და წაიღებდა. და ამიტომ არის რომ ჩვენ ეს ტალანტი აი ისევ იქამდე მივდივართ, რომ ეს ტალანტები რაც უხალმა გვიბოძა, კი არ უნდა დავკლათ, უნდა გავამრავლოთ. ამიტომ არის რომ მე ამდენს ვლაპარაკობ ისევ შენდობას ვითხოვ, ჩემო ძვირფასებო, დამიჯერე, ამა ქვეყნის ძლიერნი გასულან ამ ქვეყნიდან მდიდარნი, მეფენი,
რა ვიცი მე იმპერატორები აზანზარებდნენ ქვეყანას, მაგრამ ვერაფერი ვერ წაიღეს და არც არაფერი გაუტანებიათ. რატომ? იმიტომ რომ იქ არაფერი არ ჭრის, არაფერს ფასი არა გარდა იმ სიყვარულისა, იმ მადლის და სიკეთისა, რომელიც ჩვენ ადამიანებს უხვად უნდა გქონდეს და თან გვემოტებოდეს ერთმანეთის მიმართ. უფალმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს ჩემი ამდენი საუბარი რაღაცა ფორმით მაინც მეც და თქვენც ერთობლივად ვისწავლით, როგორი ქრისტიანები უნდა ვიყოთ. რაც შეეხება წინაზეც თქვი საკვირაო სკოლა, აგერ იმხელა სატრაპეზო გვაქვს ჩვენ, მაგრამ არავის არ გინდათ. იცით რატომ არ გინდათ? ეხლა ყველას არ გიხებათ, მაგრამ ყველას ქართველებს ესე გონია ჩვენ ვარ, ზოგადად ესეთ ხალხი ვარ ჩვენ ქართველები, ქერმაღალიერი ვარ და ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს მაინდა-მაინც. ვერ განვიხილავ სხვანაირად, რომ მინიმუმ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და იყოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რატო გონიათ რომ ეკლესიაში რომ მოვიდეს და 1 საათი იჯდეს და თუნდაც ღვთისმეტყველება მოისმინოს, ქარგვა იცოდეს, კერვა იცოდეს, ან ხატწერა იცოდეს, ან გალობა იცოდეს, ეს მას რამით ხელს შეუშლის. პირიქით. ამიტომ არის რომ ერთხელ ჩვენ გქონდა ადრე წლების უკან და მშობლებმა მითხრეს რომ ვეღარ ილის, იმიტომ რომ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს, უნდა იმეცადინოს, ან რეპეტიტორებს ეძახიან, ხო? ან დაუშვათ მე ვეღარ გამოვუშვებ ერთმა, ღმერთმა გამომარჯოს, ჩემი შვილი ფერდაკარგული დადისო და მარხვას ვერ შეინახოს, არა და მარხვა მას 4 შაბათი პარასკევი ჰქონდა, სულ 15 წლის ბავშვი იყო და 4 შაბათი პარასკევს და იმას კი არ ჭიოდა ფერდკრთალი რატო იყო მისი შვილი 24 საათი კომპიუტერთან იჯდა და დანარჩენი დრო კიდე რეპეტიტორებთან იჯდა, ბავშვს თავისუფალი დრო არ ჰქონდა, სულთა ჰაერზე რომ ვერ გავიდოდა ეს ადამიანი. და ესეთები ხდება ეგაროშოს, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, რომ არავის საქმეში არ ვერევით, უბრალოდ ჩემი თხოვნაა დაასაქმეთ თქვენი შვილები. კვირაში 1 საათი, რომ რაღაც ისწავლონ, ან ბოლო-ბოლო სუფთა ქრისტიანობას მაინც ისწავლიან, აი როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები, სხვა თუ არა.